გამარჯობათ, მე საქართველოს ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე გახლავართ, რომელმაც უყურე ტელეკომპანია იმედის გადაცემას, სადაც გვესაუბრებიან საქართველოს ეკონომიკურ მიღწევებს, რომელიც ევროპისა და რეგიონის მასშტაბით პირველ ადგილზეა და ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენს ქვემოთ არიან, დიდად უსწრებთ ეკონომიკური წინსვლებით. ასეთ განცხადებას აკეთებს ირაკლი კობახიძე, რომ საქართველოს ეკონომიკა 9.6% გაიზარდა. მაგრამ ეს რეალობა არ არის. მოდით თვალში ავხედოთ ყველაფერს. მე რიგითი სტუდენტი გახლავართ, რომელმაც მივჩაუბარე ქალაქ თბილისში, ილას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მინდოდა მიიღო განათლება, რომელიც ჩემი მომავლისთვის, ჩემი კარიერისთვის და ჩემი რაღაც მიზნებისთვის მჭირდებოდა. თუმცა მე როგორც ერთმა რიგითმა მოქალაქე და ასევე საქართველოს მოსახლეობის სტუდენტების 30,000 სტატუს შეჩერებულ სტუდენტში ვითვლები. 30,000 სტატუს შეჩერებულ სტუდენტი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის 30,000 სტუდენტმა ვერ მიიღო ის განათლება იმ ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რაც მათ თავს გადახდათ. ჩვენ სტუდენტებს გვიწევს ბიზნეს გადასახადების, კომუნალურების ასაცმის, ჩაცმის, უნივერსიტეტის გადასახადის და კიდევ უამრავი სხვა გადასახადების გადახდა. ხოლო უშუალო 30,000 სტუდენტს ვალი იმ უნივერსიტეტის მიმართ აქვთ 40 მილიონი, რომელსაც სახელმწიფომ ასეთი პასუხი გასცა, რომ ეს დავალიანება მხოლოდ უნივერსიტეტმა უნდა დაუქვითოს იმ სტუდენტებს და არა სახელმწიფო, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში ყოფ სტუდენტებს სახელმწიფო მხოლოდ 20%-ს დაუქვითავს. ეს არის რეალობა, როდესაც შენ სახელმწიფო შენ ახალგაზრდებს არ გიდგება გვერდში და შენ გეუბნება, რომ არ ხარ მიზანმიმართული და შენ გარშემო ყველაფერი ყვავის, ეს ხო რეალობა არ არის. მე და უამრავი ადამიანი, რომლებიც 800-დან 1000 ლარამდე ხელფასზე მუშაობდა, ფაქტობრივად ფეში 24/6 დღე გვიწევს მუშაობა, ესეც გონი რეალობა არის. თან განა ისეთ პირობებში, სადაც შენი შრომით უფლებები არ არის დაცული, სადაც ფაქტობრივად დღის უდიდეს ნაწილს იმ ადგილას ატარებს, სადაც მუშაობდა, ფაქტობრივად შემდეგ სწავლაზე ორიენტირება და სწავლაზე კონცენტრაცია ძალიან გეკარგება, მაგრამ რასაც ენერგია და რა თქმა უნდა რესურსები ჭირდება. სწორედ ეგ მიზანი არის, რომ გაჩვენონ თითქოს ქვეყანაში არ არის სიდუხჭირე, არ არის ის ეკონომიკური კრიზისი, რაც რეალობაში არსებობს. ადამიანები, რომლებიც ჩვენს გარშემო დადიან არამედ სტუდენტებზე, არამედ უბრალოდ იმ ჩვენი მშობლების, ბებიების თაობები, ხედავთ თუ როგორ მათხოვრობენ, ძალიან ცუდია რომ სიტყვა მათხოვრთ უწოდებენ, მაგრამ ეს უკვე რეალობა დაქციეს ამ ხელისუფლებამ, სადაც უბრალოდ ნაგვის ურნებიდან ამოაქვს საკვები. ეს ხო კატასტროფა არის. ალბათ ბრუნდებით 90-იანებში, სადაც ჩვენი მშობლები და ჩვენი ის თაობის წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენს უკან დგანან, ასეთ რეალობაში იყვნენ და ლუკმაპურისთვის ყველაფერს აკეთებდნენ, რომ გადაერჩინათ ოჯახი. ამაში ბრუნდებით, როდესაც ყველაზე ეკონომიკური კრიზისი იყო მაშინაც. ხელფასები, რასაც შეეხება, რომ გვეუბნებიან, საშუალო ხელფასი დაახლოებით საქართველოში 2600 ლარამდე არის, ეს ხო სრული აბსურდი არის, ეს რიგით კონკრეტულ მოსახლეობაზე გათვლილი სიტყვაზე, აი საქართველოს მოსახლეობის 20% შეიძლება ქონდეს ის კონკრეტული ხელფასი, რასაც გვესაუბრება ქართული ოცნება. იდეაში ხალხი, სტუდენტები, ახალგაზრდები, დედები, მშობლები მუშაობენ 800 და 1000 ლარზე. ისეთ სამსახურებში, სადაც შენ არანაირი შრომითი უფლებები არ გაქვს დაცული და წნეხის ქვეშ გიწევს მუშაობა. ამის მაგალითი სამწუხაროდ იმედი და ზოგადად ის პროპაგანდული ტელევიზიები გვესაუბრებიან, რომ ეს არ არის და უბრალოდ ეს რაღაცა ოპოზიციური ტელეარხების პროპაგანდას არ უნდა წამოეგოთ ასეთ რაღაცებს გვესაუბრებიან. უშუალოდ მე პირადად პროტესტი არაერთხელ გამჩნია ამ საკითხზე და უშუალოდ ბევრჯერ მithქვამს, რომ სახელმწიფოში მხოლოდ პოლიტიკური საკითხები არ არის პრობლემა. საქართველოში პრობლემები არის ის ეკონომიკური სიდუხჭე, რაც ქვეყანაში არსებობს, სადაც კორუფცია და ნეპოტიზმით შეიძლება ბიზნესი ან წარმართვა, რა ვიცი, ისე იწყო როგორც რიგითი საზოგადოება ხო, რომელსაც მოსახლეობის აი ძალიან მცირე პროცენტი არის. ჩვენ შეგვიძლია მოვიძიოთ ინფორმაცია ასე შესახებ, მაგალითად სენაკში მერმა თავის ბიძას 38 მილიონი ტენდერი მოაგებინა და ეს ტენდერი შეადგენდა 17 ტენდერს. წარმოიდგინე, მე მყავს ბიძა და ბიძა ჩემს ვეუბნები, რომ მე სიყვარული მე ვარ კონკრეტული ქალაქის და ბიძა ჩემ მოდის, რომ იცი რა, ლადო, ტენდერი მომაგებინე რა, ამდენ მილიონისა და იმას გავიჯიბებ. წარმოიდგინეთ 38 მილიონი ლარი არის. საიდან მიდის ეს ფული და ვის ჯიბით იფსება? შესაბამისად ჩვენი მოსახლეობის, ქართული ხალხის ჯიბიდან მიდის ეს თანხები იმ ადამიანების ჯიბებში, რომელსაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. ასევე ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რომ სახელმწიფოს საგარეო ვალი შეადგენს 24 მილიარდ ლარს, რომელიც ასევე ჩვენი გადასახადია და ყოველწლიურად იზრდება ეს. ეხლა მოგიყვებით საქართველოში მიმდინარე კორუფციის ფაქტზე ბოლო 10 წლის მასშტაბით.
რომელი ბიზნესმენებიც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები არიან. მაგალითად, აჭარაში ბიზნესმენმა, რომელმაც ბიუჯეტიდან წაიღეს ფული, შეადგენს 740 მილიონს, სამცხე ჯავახეთში 410 მილიონს, შიდა ქართლში 353 მილიონს, კახეთში 412 მილიონს, იმერეთში 132 მილიონს, სამეგრელო ზემოსვანეთში 96,700 ლარს. ეს თანხა ბიუჯეტიდან უშუალოდ გადაირიცხა ამ ბიზნესმენების ბიზნესებსა და უშუალოდ მის ანგარიშებში. წარმოიდგინე, ეს რაოდენობა, რომელიც ახლა მე ჩამოგითვალეთ, უბრალოდ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გაქრა და იმ ბიზნესმენების ჯიბებში მოხვდა, რომელიც ქვეყანას მართავენ ბიზნეს ივანიშვილთან ერთად. ვისაუბრებთ ამ კორუფციის მაგალითზე მარტოში, სადაც მისი ინფრასტრუქტურა და ცენტრალური გზები, რომელიც იმ ტურისტულ ზონებთან მიდის, არის განადგურებული. ბოლო 3 წელიწადია უამრავი ტენდერი ჩატარდა, მოიგეს კომპანიებმა და უშუალოდ ის გაკეთებული საქმე არ გაკეთდა. ის გზები, რომელიც უშუალოდ როგორც ტურისტულ პუნქტამდე მიყავა, ასევე იმ სოფლების გზები არის განადგურებული, რომელიც უშუალოდ ამ ქალაქში არსებობს. ამ ქალაქში არის უამრავი ტურისტული ზონა, მონასტრები, კანიონები, ღვინეები, რომელიც ძალიან დიდ ისტორიას აძლევს საქართველოს და უშუალოდ ტურისტისთვის, რომელიც საქართველოში ჩამოდის, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, იმიტომ რომ მათ იციან რა ელოდებათ მან. სიტყვაზე აი კანიონის მაგალითი. კანიონში მიდიხარ, იცი რომ რაღაც ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები, მაგრამ თუ შენ მან ვერ მიხვედი კომფორტულად და კარგად, მაშინ ის მეორე არ დაბრუნდება. და ეს ზოგადად საქართველოს ეკონომიკასაც აისახება. და უშუალოდ შეგვიძლია ეს ფაქტი ჩავთვალოთ კორუფციად, რადგან 3 წელიწადი არის, 3 წელიწადი ისეთ რეგიონში, რომელსაც მარტვილი ქვია, უბრალოდ ძალიან კორუფციის ფაქტებს ტოვებს და ამის უამრავი მაგალითი შეგვიძლია ვთქვა, არა მარტო გზები, არამედ ის ნაგებობები, რომელიც უნდა რეაბილიტაციებული იყო, არ შედგა ისე ხარისხიანად და საერთოდ დაიწყო და შუა გზაში შეჩერდა. ამას უშუალოდ ფაქტები და ვიდეოს სახით განახებთ. ფოთის მაგალითს ვესაუბრებით, სადაც მისი სტადიონი როგორიც უნდა ყოფილიყო, დღეს გაჩენაგებული და სამწუხაროდ იმ ფეხბურთელებს, რომელიც ფეხბურთელებს თავიანთ სტადიონზე ვერ თამაშობენ და იქ დაახლოებით შეიჭამა 2 მილიონზე მეტი ლარი საქართველოს ბიუჯეტიდან, ასევე ზუგდიდის მაგალითი, სადაც 20 მილიონის ტენდერი იყო გამოცხადებული და დღემდე არის აშენებული და ჩვენი პრემიერი, ჩვენი რა ქართული ოცნების მთავრობის არალეგიტიმური მთავრობის პრემიერი იძახის, რომ ეს სტადიონი აუცილებლად აშენდება. როდის ტენდერის დრო, როდესაც იყო რომ ჩაბარებული იყო 2024 წელს, ეს სტადიონი დღეს გაჩენაგებულია და ამის ფაქტს აქ ნახავთ თუ როგორი არის დღესდღეობით ეს სტადიონი. მარიამ ქრეშვილის ქონება შეადგენს შემდეგს: $306,000 ღირებულების 4 ბინა, $139,251 მიწის ნაკვეთი წავკიში, ასევე $60,000 ავტომობილი, $22,000 როლექსის საათი, $150,000 სამკაულები, ტესლას წილი, ასევე 26 კომპანიის წილის მფლობელი გახდა ეს ქალბატონი, $60,000 სამოგზაურო ხარჯები და $20,000 ტანსაცმელი. წარმოიდგინე, ადამიანს აცრია $20,000 ტანსაცმელი თითო გარდაერობიდან რა. ხო და შეუბრალოდ მოქალაქე, რომელიც რა ვიცი, რაჭა მოარიცი და დღეს შენ შვილს რა უნდა მიუტანო ოჯახში, მაგაზე ფიქრობ და აი წელზე წყდები და კისერს, ფეხებს კისერზე იდებ და წარმოიდგინე, პროპაგანდა ძამარდა გაცხოვდა და პროპაგანდის ერთ-ერთი მსხვერპლი ის ქალბატონი, რომელიც იძახის და გაჩვენებდა ამ ქალბატონს, რომელიც ამბობს, რომ მე სუპიტაც ბედნიერი ვარო და მაქო ის მატერიალური რესურსები, დღეს თუ სუპი მაქვს, სუპი ჭამო. ან წარმოიდგინე, რამდენად ჯანსაღი არის სუპი, რომ ყოველდღურად სუპი ჭამო. ეს ხო არ არის დღის რაციონი, უნდა მიიღო ხილბოსტეული რაღაცა ხორცის პროდუქტები და უბრალოდ ყოველი დღე გადაგაქვს სუპით რა. 90-ის ფაქტებს რომ დაუკავშიროთ დღევანდელობა, შეიძლება ისიც ჯობდეს. მაგალითად, სამეგრელოში როგორც ვიცი და როგორც ფაქტები საუბრობს, რომ მჭადით, ღომითა და ლობიოთი გადაიტანეს ეს 90-ი, მაგრამ შენ როდესაც ყოველდღურად სუპს მიირთმევ, მჭადი უფრო ჰაი კლასის საჭმელი არის ვიდრე სუპი. და ამის იქ როგორც ხდებოდა 90-ში რომ სიტყვაზე შენ თუ პური ქონდა ვიღაცა თავს გესროდა, იმიტომ რომ მაგას პური არ ქონდა და ის პური სახში მიქონდა. ამის უშუალოდ ფაქტებიც ჯერჯერობით მცირედი არის, მაგრამ არც გაგიკვირდეთ რომ ეს ისე გადაიზარდოს, რაც 90-ში ხდებოდა. ეს არის იმ პროპაგანდის მაგალითი, შენ ცხოვრობ. გასაგებია რომ საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 9.6%.
მაგრამ ეს აისახა თუ არა შენზე. მე შემიძლია გითხრა მარტივი მაგალითი თუ ისე ისახება ეს. ისახება იმ ხალხზე, რომელიც ამ ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირები არიან და ეს უშუალოდ დაახლოებით 20-დან 40 ადამიანამდე არის შეადგენილი და ეს ეკონომიკური მიღწევები და ის ეკონომიკა რომელიც გაიზარდა უშუალოდ ამ ჯიბეებზე აისახება და არა შენ ჯიბეზე და ამის მაგალითი არის შენც რა დღეში დღეს ცხოვრობ რა.